ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ახალი მიტოქონდრიული DNM ლაბორატორია გაიხსნა. ახალი ლაბორატორიით ხანდაზმული და დეგრადირებული მასალიდან ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელი ხდება. ასევე დგინდება დედის ხაზით ნათესაური კავშირი. შესაძლებელი პირის ან მისი ნიმუშის არსებობის შემთხვევაში კი მოჭრილი ან მოწყვეტილი თმით პირის იდენტიფიკაცია შესაძლებელი ხდება. ბიუროს DNM ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული ბაბუშერასა და გუმისთაზე დაღუპული მებრძოლების იდენტიფიკაციის პროცესში. ლაბორატორიის გახსნას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ. ეს ლაბორატორია საშუალებას მოგცემს დედის მხრივ პირველ რიგში ნათესაობის დადგენას, დედის მხრივ ხაზით დადგენას, აგრეთვე იმ რთული ობიექტების გადაგვარებული ძველი ობიექტების გამოყენებით DNM-ის გამოყოფას და DNM-ის პროფილის გახსნას, მისი აღჭურვა და ასე ვთქვათ, მომზადება ბიუროს სადღაც მილიონ ლარამდე დაუჯდა. და ეს საშუალებას მოგცემს ბევრ სხვა შორის, რომ ის ხანდაზმული გენეტიკური მასალა, რომელიც შეიძლება იქნეს აღმოჩენილი, დადარდეს და მოხდეს გარდაცვლილი პირის იდენტიფიკაცია მრავალი წლის შემდეგაც. ამის საშუალება საქართველოს აქამდე არ ქონდა და დღეიდან ექნება. პირველი ასეთი იქნება ბაბუშერადან გადმოსვენებული ჩვენი ჯარისკაცი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ეს შესაძლებლობა, რომელიც არ აქვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არც ერთ ქვეყანას, გარდა რუსეთისა, როგორც გავიგე, ასეთი შესაძლებლობის ლაბორატორიას ისურვებდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა.